ბოსტნეული კულტურის ეფექტურობის გაზრდა, სასუქის სწორად გამოყენება, ნიადაგის მომზადება და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა. ამ საკითხებზე ადგილობრივმა ფერმერებმა ებრაელი კოლეგისგან რჩევები მიიღეს. გადიმოზესმა აგროსემინარის 40-მდე მონაწილეს სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიებით მუშაობა შესთავაზა და აღნიშნა, რომ თუკი საქართველოში ფერმერები ბუნებრივ რესურსებს ეფექტურად გამოიყენებენ, მათი პროდუქცია ორჯერ გაიზრდება. მისივე თქმით, აუცილებელია ფერმერებს სწორი მიმართულება ცენტრალურმა ორგანომაც მისცეს. თქვენთან ფერმერები ძალიან არიან დამოკიდებულები წვიმაზე და ნარგავებს არ წხოვენ, თუმცა წვიმაზე დაყრდნობა სწორი არ არის. არსებობს ცოდნა და გამოცდილება, ასევე სპეციალური ლიტერატურა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. თუმცა ეს ინფორმაცია ფერმერებამდე სწორად უნდა მივიდეს. მათთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ტრადიციული მეთოდი უახლესით შეიცვალოს. ბოსტნეული კულტურის უკეთესად მოყვანისა და პროდუქციის ეფექტურობის გაზრდის კუთხით აგროსემინარს სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი ფერმერები დაესწრნენ. მათ ისრაელში არსებული გამოცდილების შესახებ ცოდნა მიიღეს და ქართულ ტექნოლოგიებში ატარეს. ვფიქრობ, აუცილებელია ესეთი რამე, იმიტომ რომ ჩვენ კი გვაქვს გარკვეული გამოცდილება, მაგრამ ახალი ტექნიკა, ახალი თესლები წამლებზე. აგროსემინარი ფერმერებისთვის USAID-ის პროექტის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტურობის აღდგენის ფარგლებში გაიმართა. სამცხე-ჯავახეთის გარდა პროექტი კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში მიმდინარეობს. ექსპერტები სოფლის მეურნეობის საკითხებში ამბობენ, რომ უცხოური გამოცდილების გაზიარების მიზანს ეფექტიანობის გაზრდა წარმოადგენს. იმისთვის, რომ ადგილობრივი ფერმერების ინფორმირება მოხდეს, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ ექსპერტებს იწვევენ. მე პატარა პარალელს გავავლევდი ისრაელის სოფლის მეურნეობასა და საქართველოს სოფლის მეურნეობას შორის. ავიღოთ მაგალითად სტაფილოს შემთხვევაში ჩვენ ვაწარმოებთ დღეს მაქსიმალური მოსავლიანობა შეადგენს 50 ტონას ჰექტარზე, ხოლო ისრაელში მოყავთ დაახლოებით 150-160 ტონა. ჩვენი მიზანია რომ ეს მინიმუმ ორჯერ მაინც გავზარდოთ ჩვენი სტაფილოს მოსავლიანობა წლევანდელ წელს. პროექტის ფარგლებში ორგანიზატორები აგროტრენინგს წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთზე გეგმავდნენ, სადაც ფერმერებს პრაქტიკული სამუშაოები უნდა განეხორციელებინათ, თუმცა ამინდის გაუარესების გამო ღონისძიება გადაიდო. ეგრეთ წოდებულ მინდვრის დღეს პროექტის წარმომადგენლები დაახლოებით 1 თვეში მოაწყობენ, რომლის დროსაც ნაკვეთზე დათესილი ბოსტნეულის, კერძოდ ბროკოლის, ყვავილოვანი კომპოსტოს, სტაფილოსა და პამიდრის ნათესებს დააკვირდებიან და მათი მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიებს შეისწავლიან.